მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და ბედნიერ მშვიდობიან კვირას გისურვებთ. ჩვენი რუბრიკა ქრისტიანული ოჯახი დღეს მასპინძლობს ყველასათვის საყვარელ ადამიანს. კერძოდ, საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მცველის გიორგი გველესიანის დედმამას. გთავაზობთ ნინო შავრდაშვილის მიერ მომზადებულ სიუჟეტს. მე ვარ ლელა გრძელიშვილი, პროფესიით ვარ ქიმიკოსი, უნივერსიტეტში დამთავრებული. გახლავართ ზურაბ გველესიანი, ინჟინერი, ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი. მაქვს ჰობი, ესეთი, რომ მიყვარს ჩემი ხელით რაღაცების კეთება. იკრიბებოდნენ თანამშრომლები, სანამ დაიწყებოდა დიდი ის ჰქონდა ხოლი რაღაცითი. ხო და საუბრობდნენ სანამ ავიდოდნენ ამ თავიანთ ლაბორატორიებში და უცბად ვიღაცის რო შემოვედი ვიღაცის დაჟინებული მზერა. ხო ისეთი აღფრთოვანებული მზერა, ხო და აი ესე დამამახსოვრდა რომ მიხვდები თავიდანვე რომ რაღაცა ძალიან მოეწონი ადამიანს, აი სახელზე ეტყობოდა თავიდანვე. რო დავინახე, ესე იგი თვალები გამეფართოვდა და სასაცილო რა იყო, რაღაცა მომინდა უცებ რამე მეჩუქ. ვერ მოვიფიქრე, ვერ ეს პასტა მოვიღე და ვაჩუქე ჩემგან. მე რა ვიცოდი თუ მე თავდებოდა ის პასტა აღარ ქონდა. ხო და მე კი ვიგონებდით ამას სიცილს. საერთო ინტერესებიც იყო ჩვენ შორის. თუნდაც ის რომ მაშინ დავიწყეთ ეკლესიაში, ეს თქვა შესულად 3 წელიწადში დავქორწინდით მაშინ მერე. ანუ 86-ში მოვედი სამსახურში, 89-ში დავქორწინდით. სასწაული ენერგიის პატრონი. სასწაული შრომელი, დაუზარელი, შეუპოვარი. თუ ყვარს თავისი ოჯახი და მთელი თავისი კარიერა, მომავალი შესწირა ბავშვების გაზრდას. ოთხმოცდათიანი წლებში მეყოლა შვილები. ეს იყო ყველაზე უმძიმესი, მაგრამ ყველანაირად ცდილობდა, რომ არ გვეგრძნო ეს ამბავი. ანუ აქ დენი რო არ იყო, შუქი რო არ იყო, სითბო რო არ იყო, აქ ყველაფერს გვიწყობდა. რა პერიოდი იცით, ხელფასი აღარ რიგდება. და ტერმინი როგორი იყო? გაიყინა, რას ქვია, გაიყინა. გაიყინო შეიძლება ხორცი რაღაცა და ხელფასის გაყინვა. უბრალოდ სწორედ ტერმინი არ იყო შესაფერისი, არ არის ფულია თქვა მაინც. და ეს ტერმინი რო შემოვიდა, გაიყინა, ნუ კაი, გაიყინა, მაგრამ ბავშვი ჭამა უნდა, ბავშვებს რაღაცა და გამოვიყენე ჩემი ხობი, რომელიც გავეხადი ძირითად შემოსავლად. ანუ ვაკეთებდი უნიკალურ კიბეებს, სახში ასასვლელ კიბეებს. ხო და ერთ საინტერესო ისტორია მაქვს ამასთან დაკავშირებით. აი რატო ვამბობ, რომ ყველაფერში არის შენ თუ ხარ უფალთან ახლოს, უფალი არ გტოვებს შენ. არასდროს უფალი არავის არ ტოვებს. თავარია შენ არ დატოვო და შენ ყავდეს ყოველთვის. და მახსოვს ერთხელ გავიდათ რომ არავინ რეკავს გამიგე და ნუ დავიწყეთ ნელ-ნელა ამოწურვა სახში. აი ფინანსები ნელ-ნელა იწურება და ბოლოს დავთვალეთ და ვნახეთ რომ მხოლოდ პური შეგვიძლია მეორე დღეს ვიყიდოთ, გამიგეთ. ანუ რასაც ეთქვიან, პურის ფული დაგჭა. პირდაპირ მნიშვნელობით ამისი. საღამო ხანია სამზარეულოში ვზივართ მე და ჩემი მეუღლე და უცებ კარზე ირეკება ზარი. გავაღე კარი და არ ვიცი. აი გუწფელად გეუბნებით რა, მაგის მსგავსი ხალი მაშინ ეს სადარბაზო არ იკეტებოდა. ესე არ იყო რა, ღია იყო კარები და შემოვიდოდა ვისაც უნდა დარეკავ. თეთრთმიანი ხალი დგას. და მეუბნება ესეთ რაღაცას. გთხოვთ რა იყიდეთ სამთლებიო.
წარმოგიდგენიათ, აი პურის ფულიზე ვფიქრობ რა, სად ვიშოვ და ქალი მთავაზობს სანთლების ყიდვას. არც მიფიქრია. ამოვიღე და ესეთი კონა სანთლები ვიყიდე. რო ვიყიდე ახლა ნუ ასე გველი მეუღლე პროტესტი გამოთქვა ბუნებრივია კაცო. პურის ფული არ გვაქვს და დავანთეს სანთლები. გეფიცებთ, აი რასაც გეუბნებით ესე იყო. დავანთეთ სამზე საოცარი სუნი დადგა. ღამის 12 საათია. მირეკავს ვიღაც კაცი. საზღვარგარეთ მივდივარ და კიბემა გასაკეთებელი. მე ვთხარი კი ბატონო ნახავ, მე ვთხარი ყველაფერი რა. ეხა ჩემი მძღოლი მოვავო. ხო დაახლოებით ვინც მითხრაო, ამ ფასად აკეთებდო, ხო? კი ბატონო მე ვთხარი, ეგრე ვაკეთებთ ხო და კარგი მოვა ჩემი მძღოლი და ნახევარს მოგიტანთ. იმავე დღესვე რა, შეიძლება ეგეთი რაღაცა. ხო და მოგვიტანა ეს ფული და რასაკვირველია, მადლობა უფროს. იცით, მაშინ იმ მომენტში ისე ვერ გაიაზრებ, მაგრამ მე რო გახსენდება, როგორ იყო, როგორ ყველაფერში უფალი როცა თხოვდი და გძნობდა ამის საჭიროებას, ყოველთვის გეხმარება ყველაფერში რა. ბავშვები აი ჩვენ ქუჩაზე არის 57 სკოლა. და იქ დადიოდნენ. თავიდან მე დამყავდა და მე თვითონ დადიოდნენ ამ სკოლაში. გიორგის კონდა ერთი საოცარი თვისება რა, დამოუკიდებლობის შეგრძნების. აი ისე გადაწყვიტა თავის მომავალი, ისე გააკეთა, რომ არავინ არ ჩაურევია მაგაში. ნებისმიერ მამას რო კითხოთ, აი ვინ გინდა რომ შვილი გამოვიდეს? ეხლა თუ ეგოისტია მამა, იტყვის რომ ჩემი სპეციალობა კონდესო რა. ხო არის ხოლმე შვილი მიყვება მამის საქმეს არა. მაგრამ არა ძნელი ამის თქმა იცით, შენ რაიმე საქმე უნდა გიყვარდეს ძალიან. თუ გინდა რომ იმაში წარმატება კონდეს რა, ესე მიმაჩნია მე, ასე ვფიქრობ. შენ უნდა გადაწყვიტო, ეგ არ არის რასაც მამა გირჩევს, ან ვინმე გირჩევს. შინაგანიდან უნდა ამოვიდეს ეს. ძალიან სხვანაირი ბავშვი იყო სხვათა შორის. აი რაც შემიძლია ვთქვა მასე, რომ აი მიზან მიმართული იყო თავიდანვე, ესეთი დაკვირვებული, ხურდაფულები ქონდა ერთხელ და ინგლისურში ვამზადებდი, ჩავიდა თვითონ აქვე მეზობლად და ხედავ პურით ამოდის, დედაო. ხედავო ისაო, ამოვიტანე თონის პური. ხო, კაი ვქენიო. ეს არის ბავშვი 6-7. ეხა 6-7 წლის ბავშვი აიღებს და კამფეტს იყიდის. იმ პერიოდში ძალიან მოდაში იყო ეს Manchester United-ის გუნდის კარგად თამაშობდა ძალიან ბექემი ესა და მოკრა ყური მაგანაც დააკვირდა იმ თამაშს და მოეწონა და დედაო მე მინდაო Manchester United-ის ფორმაო. ერთ ჩემქაც გადაულა რა თუ უნდა ეს Manchester United-ის ხა ასე ძალიან თუ უნდა და ну გითხრა, მაგრამ ხო იცით ისე ამგე არ იტყოდა, ეტყობა ძალიან თუ არ უნდა და ამიტომ ეს იყო ძალიან უნდა და ეს ფორმა და მოდი მეთქი ხა ყველაზე კაი ბურთი მეთქი. ну შევარჩიე საუკეთესო იქიდან და მეთქი ხა ძალიან გავახარებ და რომ მოვიტანე და დაიწყო ტირგლი. ბურთი მომიტანეო, მეო ფორმა მინდოდაო. ეხა ჩავიდა ეზოში ამ ბურთით და ნუ დაიწყო თამაში. ამოვიდნენ ბავშვები აქეთ-იქით, ვერაფერს ვერ ბურთი არ გაუგორებია და ის ბავშვები ეტყობა უფრო დაინტერესებული იყვნენ თავიდანვე და ჩადიოდა მარტო. წარმოიდგინეთ, ქვემოთ და დაიწყო კეწვლა. აიწყო 1, 2, 3 და რაღაცა კვირა 1-2 კვირა რო გავიდა და ის ბავშვები ამოვიდნენ კიდე. გეუბნები ყველა საჯობა იქა, იმიტომ რომ იმდენად მოინდომა. აი მარტო ჩადიოდა და თავის თავთან მუშაობდა. გიორგი პატარა იყო მაშინ შვილო და ამდენი მანქანები არ იყერა ეზოში. მეზობელი პირველ სათვზე ნუ იმას სხვა საშუალება არ ქონდა, სარეცხი ქონდა გაფენილი და ნუ ეხლა ისე ბურთი ისეთია რომ მოხდებოდა ხოლმე, მართალიც იყო ეხლა რა. ხო და გააფრთხილა ეჭუბა რომ სანამ სარეცხი არისო, მანამდე არ ითამაშოთო რა. ანუ სულიად გასაგები მიზეზი არის ეგა და მახსოვს რომ ერთხელ თამაში უნდოდა ძალიან და ნახა რომ სარეცხი ეკიდა, შეამოწმა და მშრალი იყო და კედელზე ცარცით მიაწერა სარეცხი მშრალი ბავშვურად გიორგის ხელი ახაც შენახული მაქვს. სიმკაცის მომენტები მქონდა, მაგრამ რა ვიცი, რატომღაც თავის ამბებს, თავის რაღაცებს გულახდილი იყო ჩემთან ეტყობა, მეგობრულიც ვიყავი ხო მართალია. დღემდეც აი შეუძლია რომ ჩემთან გული გადახსნას და მომიყვეს რაღაც მომენტი ცხოვრების და აბა შენ რა აზრის ხარ? მე მაინც თავის აზრის არის რა თქმა უნდა.
მე არ გეთანხმები არ ამას მეტყვის, მაგრამ აინტერესებს ხოლმე რაღაც საქმეზე, ჩემი აზრით. მადლობელი ვარ ღვთის, რომ წარმატებულია ჩემი შვილი, მარტო იმიტომ კი არა, რომ კარგი ფეხბურთელი, არამედ კარგი მამაა პირველ რიგში, საოცარი მამაა. აი მე არ ვიცი მსგავსი, იმიტომ რომ ამხელა გადაკარგულ ქვეყანაშია და საქმის კურსია თავის შვილებზე. აი ვის რა აბა იქ მასწავლებელი რას ფიქრობს იქ ყველა აი ეს დეტალები იცის ყველაფერი რა. არ ვიყავი მე ასეთი. ძალიან ბევრად ჩემზე ძლიერია ამ საქმეში. შეიძლება მაშინ გავამართლო ჩემი თავი რაღაცით, იმიტომ რომ სულ ცდილობდი ოჯახს არ მოკლებოდა არაფერი და ბევრს მუშაობდი. მაგალითად, ზოგი მამა ხო გადაყოლილია მიყვება შვილს, გაყვება ფეხბურთზე რაღაცა ისა. აი მე ეს არ გამიკეთებია და სადღაც ნანობ ახლა. ერთმანეთისგან ბევრ რამეს ვსწავლობთ ალბათ დღემდე. შვილები ალბათ ჩვენგან აღარა, მაგრამ ჩვენ ალბათ შვილებისგან რაღაცებს ვსწავლობთ ახლა. უბედნიერესი კაცი ვარ, იმიტომ რომ დღეს მე არ მიცნობენ. კი, როგორ არ მიცნობენ, როგორც ექსპერტს, როგორც სპეციალისტს ჩემი საქმისას, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ ყველგან მე გიორგის მამა ვარ. ყოველთვის ამისკენ მაქვს სწრაფა, რომ უფრო ვიყო გულისხმიერი სხვების მიმართ. რაც მინდა რომ უფალშევა ვედრო ჩემი შვილების ჯანმრთელობა. დანარჩენი ღმერთი მოგცემს ყველაფერს. ქვეყნის გაერთიანება, გამთლიანება პირველი რასაკვირველია. და ეს მაძლევს საოცარ დიდ სტიმულს შინაგანად, რომ საქართველო გაბწყინდება. აი ეს გამოთქმა საქართველო გაბწყინდება. აი ეს არის ჩემი მთავარი ოცნება. წმინდანთა ცხოვრება, ქართველი წმინდანები. წმინდა ონოფრე გარეჯელი ერისკაცობაში ოთარ მაჭუტაძე გურიაში დაიბადა. 1870-იან წლებში იგი ძმასთან, უდელმონაზონ მაქსიმესთან ერთად საცხოვრებლად ქართლში გადავიდა. მუხრანის ბატონიშვილმა ლევანმა ოთარ მაჭუტაძეს სამწევრისის მმართველობა ჩააბარა. აზნაური ოთარი მაღალი თანამდებობით არასდროს სარგებლობდა. იგი თავმდაბლობითა და გაჭირვებულთა ნუგეშინის ცემით გამოირჩეოდა. ოთარმა ცოლად შეირთო სათნოებებით გამორჩეული ქალბატონი, რომელიც მეუღლეს ყოველთვის გვერდით ედგა და კეთილი საქმეების აღსრულებაში ეხმარებოდა. ღირსმამა ონოფრე გარეჯელს ერობაში ოთარ მაჭუტაძეს ჰქონდა ესეთი დიდი ხნის ოცნება, ცხოვრების ოცნება, რომ ბერი ყოფილიყო, ბერი გამხდარიყო და ღმერთის წინაშე განმარტოებულს გაეტარებინა დარჩენილი ცხოვრების წლები. მაგრამ როგორც ვიცით, ის დაოჯახებული იყო, მას შვილები ყავდა, მეუღლე ყავდა, შვილები ყავდა, მოვალეობა ჰქონდა, ნათესაობა ჰქონდა, მეგობრები ყავდა, როგორც ხდება ხოლმე. და როდესაც უკვე იგრძნო რომ მოვიდა დრო, რომ ბერული ცხოვრება დავიწყო, მან მეუღლეს თხოვა კურთხევა, ნებართვა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით საეკლესიო კანონებითაც მეუღლის თანხმობის გარეშე არ შეიძლება მოვალეობების მიტოვება. არ შეიძლება რომ მიატოვო ოჯახი და წახვიდე შენი სულის გადასარჩენად. აწმნებავს მეუარისყოფა სოფლისა და შედგომა ქრისტესი. ამის პირისათვის ვითხოვ კეთილმორწმუნეობისაგან შენისა, რათა შენდობა მივიღო თქვენ ყოველთა მიერ და მიტევება ბრალთა ჩემთა ნებსითთა და უნებლიეთთა. ასე მიმართა ბერობის მოსურნე ოთარმა თავის მეუღლეს. კეთილმსახურმა ქალმა საყვარელი მეუღლე არ დააბრკოლა და მონაზნური ცხოვრების გზა დაულოცა. მისი მეუღლეც ცნობილია როგორც კეთილშობილი და დიდებული მანდილოსანი, რომელმაც ნებაც დართო, აკურთხა კიდეც და ამის შემდგომ დაიწყო მან ბერული ცხოვრება. წარმატებული იყო ერში, წარმატებული იყო ბერში. და ზოგადად ადამიანი, რომელიც კურთხევით და გარემოცვის ლოცვით დგამს ნაბიჯებს, იმას აუცილებლად წარმატება ექნება ყველგან და ყველაფერში. ამ შემთხვევაში მისი დიდებული მეუღლეზე ბევრი რამე არ ვიცით, მაგრამ მისი ქცევიდან გამომდინარე ჩანს, რომ ეს არის დიდებული, შესაბამისად აზნაურის შესაბამისი დიდებული ბუნების ადამიანი და გულკეთილი ადამიანი, რომელსაც ღმერთი უფრო
ყვარებია ვიდრე ამ ქვეყნიური რაღაცა შვებასიამე და ასე შემდგომ. ოთარი დავითგარეჯის ლავრაში მივიდა. იმ დროს მონასტრის წინამძღვარი იყო გერმანე, კაცი გულითადი ღმრთისა. წინამძღვარმა ოთარი სიხარულით მიიღო და მონასტრის საძმოს წარუდგინა. კაცი ესე დიდ სასაზომსა მიწევნა დარს, რამე თუ აწვე გამოსვლით სოფლით, აღუსრულები ეს სიტყვა წმიდი სასახარებისა, რომელს აბრძანებს უფალი, რომელმან დაუტეო სახლი, ანუ ცოლი, ანუ შვილი, ანუ აგარაკის სახელისა ჩემისათვის, ასწილად მიიღოს და ცხოვრება საუკუნო დაიმკვიდროს. ძველად საქართველოში ცნობილია, რომ კეთილშობილ ადამიანთა შორის იყო ესეთი ჩვევა, რომ ამ ქვეყნიურ მოვალეობებს რომ აღასრულებდნენ, მერე ისინი სულიერი ცხოვრები, ესე იგი ბერული და მონოზნური ცხოვრებით იწყებდნენ ცხოვრებას. ანუ თავისი ცხოვრების, ასე ვთქვათ, მეორე ნაწილი. მეორე ნაწილს აღასრულებდნენ ბერობაში. ასე მოხდა ოთარ მაჭუტაძის შემთხვევაშიც და ის როდესაც ესე იგი გარეჯის უდაბნოში მივიდა, რა იქ უნდოდა მას ეს მოღვაწეობა, გარკვეული საგამოცდო, ასე ვთქვათ, პერიოდის შემდგომ ის ბერად აღკვეცეს და მას ონოფრე უწოდეს სახელად. ის ძალიან მდიდარი იყო და ეს თავისი სიმდიდრე, თავისი ასე ვთქვათ, ერიდან მომდინარე სიკეთეები, ვთქვათ, გამოიყენა გარეჯის ასაღორძინებლად. განსაკუთრებული მას თვისება რაც ჰქონდა, ძალიან უყვარდა ფსალმუნთა კითხვა. ესეთი პატარა ფრაგმენტია ცნობილი მის ცხოვრებაში. კელიაში იწყებდა ლოცვას, მარტო წირვა ლოცვის დროს გამოდიოდა. არავისთან არ საუბრობდა, მდუმარებაში იყო და როდესაც ესე იგი კელიაში ლოცვა დასრულდებოდა რაღაცა გარეთ, ასე ვთქვათ, გაცოცხლდებოდა, ასე ვთქვათ, ცხოვრება და რაღაცა ხმაური დაიწყებოდა, ერთი ხევი ჰქონდა, სადაც ჩავიდოდა და იმ ხევში ლოცულობდა, სადაც არანაირი ხმაური არ ჩამოდიოდა ამ ქვეყნიური. მას ჰქონდა ეს პირადი წყურვილი ღმერთთან ზიარებისა, ღმერთთან ახლობლობისა და ღმერთთან ერთად ცხოვრებისა. ერთხელ დავითგარეჯის ლავრას ლეკები შეესივნენ. იქ აურობა მოაოხრეს და რამდენიმე ბერი, მათ შორის ონოფრეც ტყვედ წაიყვანეს. უსჯულოებს ბერების მოკლა უნდოდათ, მაგრამ ღვთისგანგებულებით გადაწყვეტილება შეცვალეს და რამდენიმე ხნის შემდეგ ონოფრე სულიერ ძმებთან ერთად მონასტერში დააბრუნეს. ლეკთა შემოსევებისაგან გარეჯის სავანი ძალიან გაღარიბდა. წინამძღვარმა წმინდა ონოფრეს დაავალა ქართლში წასულიყო და მონასტრისთვის სარჩო მოეპოვებინა. მან იმდენი შესაწირი მოიპოვა, რომ მთელი 4 წლის სამყოფი იყო მონასტრისათვის. ამ დროს მას ძალიან უჭირდა, რომ კელიდან გასულიყო, ის მცირეც იხმევდა, მარტო წყალზე და პურზე იყო, ისიც საღამოობით ღებულობდა და მისთვის ძალიან ძნელი იყო, ეხლა წასულიყო და ეხლა ეგროვებინა ეს შემოსაწირი და აი წამოსულა. და კარდაკარ დადიოდა თურმე და აგროვდებდა შესაწირს, რომ აი ის წმინდა ადგილი, რომელიც მონღოლებს გადაურჩა, რომელიც არაბებს გადაურჩა, რომელიც ყველანაირ ავჟამს გადაურჩა, რომ არ შეწყვეტილიყო იქ მონასტრული ცხოვრება. და ქართველი მეფეები და როდესაც მეფე ძლიერი იყო, ყოველთვის უფრთხილდებოდა დავითგარეჯის მონასტერს, ჩვენს ვიცით და დღესაც ჩვენს ერთ ძალიან გვიყვარს დავითგარეჯის მონასტერი. და ეს მონასტერი თუ დღემდე არის შემონარჩუნებული, როგორც მაშინ, ისე ეხლაც იმ თავდადებული და წმინდა ადამიანების მოღვაწეობის შედეგია, რომლებიც სხვადასხვა ეპოქაში ესე იგი მოღვაწეობდნენ. და ერთ-ერთი მათგანი არის აი ონოფრე გარეჯერი, რომელიც არის წმინდა მამა, სასწაულთმოქმედი, დიდადმლოცველი და ლამაზად წარმომაჩინებელი ქართველთა სარწმუნოებისა. ღირსი ონოფრე სასწაულთმოქმედების ნიჭით იყო დაჯილდოებული. მან წმინდა დავითგარეჯელის საფლავის მტვერი ბოროტისგან შეპყრობილ ჭაბუკს დაალევინა და განკურნა. ერთხელ მონასტერში ერთი არაბი კაცი მივიდა, რომელსაც ცალი თვალი დაზიანებული ჰქონდა. ღირსმა ონოფრემ მას თვალი დავითგარეჯელის წყაროს წყლით მობანა, არაბი სასწაულებრივად განიკურნა და უფლის რჩეულს მადლობა შესწირა. სასწაულმოქმედი იყო და თვითონ დუბარებაში იყო. მას ესეთი ცნობა არის, რომ ჭილოფზე ეძინა.
ანუ არ ქონდა არანაირი ამ ქვეყნიური ფუფუნება და ეძინა ჭილობზე. მე ბოლოს ის დაავადდა და იმდენად დაავადდა, რომ ბერები თხოვდნენ, რომ საწოლზე ან თავქვეშ რაიმე ბილი დაედო ან ასე შემდგომ და მან თქვა, რომ ეს აღთქმა ქონდა მას ღმერთის წინაშე, რომ მას ერჩივნა ამ ქვეყანაზე, ესე იგი ჭილობზე ეცხოვრა და ჭილობზე აღსრულებულიყო. და მართლაც ამ ადამიანის ცხოვრება, საერთოდ წმინდანი ვინ არის, იცით, ადამიანი, რომელიც თავის გზას პოულობს ღმერთისაკენ სავალს. რაღაცა თავისი რაღაცა აღთქმა აქვს, თავისი წესები აქვს, ის დიდი სქემით შემოსეს, ეს დიდი ადამიანი იყო თან იმ დროს, როდესაც უჭირდა ჩვენ სამშობლოს, ყველა მხრიდან არაქრისტიანობა გვიტევდა, მაგრამ მიუხედავად ჩვენი ერის სიძლიერე ამით გამოიხატება, რომ ჩვენ ისეთი ძლიერი პიროვნებები აღმოცენდებოდა ხოლმე ჩვენში, რომელებიც მერე მთელს ერს აძლევდნენ გაბედულებას, შემართებას, სიცოცხლის უნარს და სიცოცხლის სიყვარულს. და ერთ-ერთი იყო ღირსი ონოფრე გარეჯელი, რომელიც რთულ პერიოდში იყო, მაგრამ რთულ პერიოდში ღმერთი მაინც არ ტოვებს თავის ერს და ძლიერ პიროვნებებს მოულენს ხოლმე. ღირსი ონოფრე ქართლ-კახეთის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად იყო ჩაბმული და იმდროინდელ პატრიოტ ქართველებთან ერთად ტყვეთა სყიდვის წინააღმდეგ დაუღალავად იბრძოდა. უფლის რჩეული ხშირად ტყვეებს საკუთარი სახსრებით იხსნიდა და მონასტრის ტერიტორიაზე ასახლებდა. ღირსი ონოფრე ქართლისა და კახეთის ეპისკოპოსებთან ერთად მონაწილეობდა ვახტანგ მეფისა და დავით იმამყული ხანის მიერ ლეკთა წინააღმდეგ დაგეგმილ სამხედრო ოპერაციის მომზადებაში. ღირსმამა ონოფრე გარეჯელს დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, ის ქართლის უწარჩინებულეს აზნაურად ითვლებოდა. ის მდიდარიც იყო, განათლებულიც იყო, ავტორიტეტულიც იყო, ქართლის მეფემთავრებთან, კახეთის მეფემთავრებთან დიდი წონა ჰქონდა მის სიტყვას, მის თხოვნას, ის გამოირჩეოდა თავისი სიწმინდით, სამშობლოს სიყვარულით, ბუნებრივია და როდესაც ის ბერად აღიკვეცა, მის მაგალითს ბევრი შეუდგა. ჩვენ ვიცით, დღესაც ვიცით, რომ როდესაც ავტორიტეტული, უზადო და უზაკველი და დიდებული ადამიანი გამოჩნდება, მის ირგვლივ ადვილია მოღვაწეობა. და ასე წმინდანები რო გამოჩნდებოდნენ ჩვენს ერში, ისინი ეპოქას ქმნიდნენ. ასე მოხდა თქვათ და ონოფრე გარეჯელის შემთხვევაშიც, მან მისი შემხედარე უამრავი ადამიანი, ესე იგი, უამრავ ადამიანმა მიაშურა მონასტერს. მონასტერი ვეღარ იტევდა და მე ცნობილია, რომ ესე იგი, კიდე 3 მონასტერი შეიქმნა, რომ გადანაწილებულიყვნენ ეს დიდი რაოდენობა ბერებისა. ღირსი ონოფრეს უდიდესი ძალის ხმევითა და დაუღალავი ღვაწლით გარეჯის უდაბნო აღორძინდა და გაძლიერდა როგორც სულიერად, ასევე მატერიალურად. ამის გამო წმინდა მამას დავით გარეჯის უდაბნოს მეორე აღმშენებელი უწოდეს. ონოფრე გარეჯელმა ითვლება, რომ გარეჯის უდაბნო აღორძინა, ხელმეორედ აღაშენა, იმიტომ რომ დრო და ჟამის გამო ლეკთა თარეშებით თუ ვიღაცის მოქმედებებით გაღარიბებული იყო მონასტრები. მონასტრებს იმდენი ქონება აღარ ქონდა, იმდენი მიწა აღარ ქონდა, იმიტომ რომ თქვათ, მიწები, მონასტრები, ეკლესიები, აი შეიძლება დიდებულებს ეკუთვნოდათ დანაწილებული თუ როგორც იყო და გარეჯებმა დაკარგა ეს სიდიდე და აი ნელ-ნელა სამეფო კარზე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა და მან შეძლო და დაალაგა ეს ყოველივე, რომ ისევ დავით გარეჯს ისტორიული სამართლიანობა აღდგარიყო და დაბრუნებოდა ის თავისი მიწები და მართლაც აი დაუბრუნა ის ძველი დიდება. და ჩვენ ვიცით, რომ საუკუნეების მანძილზე ათასობით ბერი მოღვაწეობდა და ათასობით ადამიანის და 10,000-ობით ადამიანის ისე იგი ღვთისმოყვარე ადამიანს თავისი სულისთვის უშველია იქ. ღირსი ონოფრე აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობის მიუხედავად ასკეტურად ცხოვრებას მაინც ახერხებდა. სიცოცხლის ბოლომდე მისი უპირველესი საქმე განმარტოვებული ლოცვა იყო. კაცრმა ასკეტურმა ღვაწლმა, საკვების მწირად მიღებამ, ჭილობზე წოლამ და უძილო ღამეებმა წმინდა მამა ისე დააუძლურა, რომ მას ფეხზე დგომა აღარ შეეძლო. წმინდა მოსაგრესთან თაყვანის საცემად მისულებს ასე ეუბნებოდა:
მიბოძეთ ფესვის ამოსვლისა თქვენისა, რათა ამბორს უყო და ფერხნი თქვენი მომეცით, რათა დაგბანოთ ცრემლითა. ღირსი ონოფრე გარეჯელი ნათლისღების დღესასწაულზე გარდაიცვალა. იგი დავით გარეჯელის საფლავის სამხრეთით საკურთხევლის სარკმელთან დაკრძალეს. ადამიანი, რომელიც არის წმინდანი, ის ისეთ რამეს თესავს ამ ქვეყანაზე, რომელიც მერე ნაყოფს გამოიღებს საუკუნეების მანძილზე. როგორც თვითონ დავით გარეჯელის შემთხვევაში, ისე ონოფრე გარეჯელის შემთხვევაში. ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი ადამიანები და ღვთისა და ერისა და სიწმინდის მოყვარე ადამიანები. წმინდანი არის ადამიანი, რომელსაც სიწმინდე უყვარს. სულიერი შინაგანი სისუფთავე უყვარს. და ეს მისი არჩევანია, სადაც გინდა მოხვდეს, რა სიტუაციაშიც არ უნდა მოხვდეს, ის ყოველთვის იქნება წმინდა, სუფთა და მადლიანი და ეცდება, რომ მადლი არ დაკარგოს. ამიტომ მისაბაძია ის, ყველანაირად მისაბაძია ჩვენთვისაც. იმიტომ რომ ალბათ ადვილი ცხოვრება ამ ქვეყანაზე არასდროს არ ყოფილა, მაგრამ იმ პერიოდში ალბათ ძალიან რთული იყო. ალბათ დღეს რაც არის სიტუაცია, ამაზე უფრო რთული სიტუაცია იყო აი მე-18 საუკუნეში, როდესაც ონოფრე გარეჯელი წმინდანი გახდა. საქართველოს 60 ქულო მართლმადიდებელმა ეკლესიამ ღირსი ონოფრე გარეჯელი წმიდათა დასში შერაცხა და მისი ხსენების დღეთ ძველი სტილით 29 სექტემბერი, ახალი სტილით კი 12 ოქტომბერი დაადგინა. ჩვენ დღეს ამით გამშვიდობებით დასასრულს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის ამბები ღმერთსა და ადამიანებზე ნახვა შეგიძლიათ ყოველ კვირას 22 საათზე საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების ეთერში. გამშვიდობებით.